მოგესალმებით. ამჟამად მინდა გესაუბროთ ნოუთბუქ ელემის სიახლეებზე, განახლდა მისი შესაძლებლობები და კიდევ უფრო მეტად მომხიბლავი და საინტერესო გახდა ხელოვნური ინტელექტის ეს შესანიშნავი ინსტრუმენტი. რა ფუნქციებს შეეხო სიახლეები ძირითადად? ვფიქრობ, ძალიან დაგაინტერესებთ. ეს მათთვის, ვინც უკვე მუშაობს ამ ინსტრუმენტში, ვინც გაიარა ჩემთან ტრენინგები და საერთოდ ზოგადად იცნობს ამ ინსტრუმენტს, რა თქმა უნდა, მიხვდებიან რაზეა საუბარი და ასევე დამწყებები, რომლებიც ახლა ფიქრობენ, რომ დაიწყონ ამ ინსტრუმენტში მუშაობა, მათთვისაც ვფიქრობ ძალიან საინტერესო იქნება ეს ყველაფერი. მოდით გავხსნათ ახლა ერთ-ერთი რვეული ნოუთბუქი, ეგრეთ წოდებული და უშუალოდ გავეცნოთ ამ სიახლეებს. სიახლეები შეეხო სტუდიას, მეგობრებო. სტუდია, იქ სადაც ხდება ვიდეო მიმოხილვები, აუდიო მიმოხილვები, პრეზენტაციების შექმნა, გონებრივი რუკის შექმნა და ასე შემდეგ, აღარ გავაგრძელებ. ნახეთ, ვიდეო მიმოხილვა. რეგიონალურად ჯერ ჩვენთან საქართველოში, ვფიქრობ, ჯერ არ არის ასახული ეს სიახლე, რომელიც გახლავთ ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი. აქ არ არის ჯერ დამატებული, მაგრამ უკვე არსებობს ეს ფუნქცია და მუშაობს კიდევაც. ეს გახლავთ ვიდეო მიმოხილვა დოკუმენტური სტილით, ანუ დოკუმენტური ფილმის სტილში, ასე ვთქვათ, რომელიც ძალიან საინტერესოა და ძალიან შთამბეჭდავი გახლავთ. მაგრამ აი ეს სიახლე, რომელიც უკვე ჩვენთანაც ასახულია, ეხება სლაიდებს, პრეზენტაციის შექმნას. კონკრეტულად რას? ნახეთ ახლა აი აქაც ეს ალბათ უკვე იციან, ვინც მუშაობს ამ ინსტრუმენტში, რამდენი სახის შეიძლება შეიქმნას პრეზენტაცია, მაინც მოდით ვნახოთ. რომელიც დეტალურად აღწერს თქვენს რესურსებს, რასაც მიაწვდით ნოუთბუქ ელემს და იმ დოკუმენტების შინაარსის მიხედვით შექმნის პრეზენტაციას, დეტალური და მეორე, რომელიც უფრო შედარებით მოკლე გახლავთ და უფრო პრეზენტაციის ეს შთამბეჭდავ სტილში. კარგით, მოკლედ, ეხლა აქ რა არის სიახლე? ძალიან საინტერესო და ვფიქრობ ძალიან მოეწონება ყველას ეს სიახლე. როდესაც ჩვენ გვსურდა ექსპორტი სლაიდების, პრეზენტაციის, ნახეთ, გქონდა მხოლოდ ერთი არჩევანის საშუალება. ეს გახდათ PDF ფორმატში ფაილის გადმოწერა. მაგრამ აი ახლა დავემატა, ნახეთ, PowerPoint-ის პრეზენტაციის სახით გადმოწერა. ნახეთ, აი დავაწყაპო ღილაკს. და ნახეთ, აი დარწმუნდით, რომ ფაილი იქნება გადმოწერილი Microsoft PowerPoint პრეზენტაციის სტილში. და რომელიც ვფიქრობ ალბათ მოგეწონებათ. ეხლა აღარ ვაგრძელებ ამას, გიჩვენეთ უბრალოდ, მაგრამ აი რომელი ფუნქციაც უფრო მეტად კიდევ უფრო მეტად მომხიბლავი გახლავთ, ეს არის პრეზენტაციის შესწორება. სლაიდების შესწორება, როგორც ცალკეული სლაიდების შესწორება, ასევე მთლიანი პრეზენტაციის შესწორება. ახლა ეს როგორ ხდება, ნახეთ, აი ამ სამ ღილაკს სამ წერტილს ვაწყაპებთ და შემდეგ ღილაკი რევიზია, ანუ პრეზენტაციայի დავაწყაპოთ. და ნახეთ, გამოიტანს სლაიდებს. შეხედეთ. და შეგიძლიათ როგორც ცალკეული სლაიდების შეცვლა, ასევე მთლიანად მთელი პრეზენტაციის შეცვლაც. ახლა მოდით ვნახოთ უშუალოდ როგორ ხდება ეს. პირველი მონიშნულია პირველი სლაიდი და ამ სლაიდზე რაც არ მომწონს, თქვათ ის, რომ არ ჩანს აი ეს კოგნიტური სამუშაო მაგი და მკვეთრად არ არის გამოსახული სლაიდზე. და ვთხოვ აი ამას, კი ბატონო, დავწერ ასე, რომ ამ სლაიდზე, ან შესაძლოა არც დავწერო, პირდაპირ მონიშნულია თვითონ და პირდაპირ შემიძლია დავწერო შეცვალე და იცის, რომ პირველ სლაიდზე ვეუბნები ამ ყველაფერს, პირველ სლაიდთან დაკავშირებით ვთხოვ ამას. ნახეთ, აი მოდი დავწეროთ მაინც ამ სლაიდზე. ესე იგი, რა გააკეთოს? უფრო მკვეთრად
მკვეთრად გამოსახე გამოსახე კოგნიტური სამუშაო მაგიდა. ეს კოგნიტური სამუშაო მაგიდა და ასევე მინდა რომ ზოგადად მთლიანად შევცვალოს პრეზენტაციას სლაიდებს ფონი და ზოგადად ამასაც დავწერ ზოგადად ყველა სლაიდზე შეცვალე ფონი. ეს ერთი. შემდეგ, რა მინდა კიდევ რომ შეცვალოს? აი აქ. აი სწავლისა და კვლევის დაჩქარება და დაამატოს აქ ვიზუალურად რომ მომხიბლავი გახდეს ეს სლაიდი. აი დაამატე ვიზუალური მასალა. მოდი დავწეროთ ფრთხილებში სურათები. აი ეს სურათები. შემდეგ კიდევ რა შეიძლება ვთხოვო? რაც არ მომწონს. ტექსტიც ასევე შესაძლებელია ტექსტის შეცვლა, მეგობრებო, ტექსტის დამატება ან ჩასწორება, თუ შეცდომით არის ტექსტი კონკრეტულ სლაიდზე, მიუთითებთ, რომ ეს ტექსტი გაასწოროს. ეხლა ამ შემთხვევაში აი აქ მე ვთხოვ, რომ დაამატოს ბოლო სლაიდია და უბრალოდ დაამატოს, გმადლობთ ყურადღებისათვის. ამ სლაიდზე დაამატე ტექსტი და ბრწყალებში თავსათ ეს ტექსტი. მადლობთ ყურადღებისათვის. აი ეს. და მეტიც ბევრ ცვლილებებს არ ვთხოვ, რადგან მოკლედ დროში გააკეთოს ეს ჩასწორება. როდესაც დავამთავრებთ ჩვენს შესწორებას სლაიდების მიხედვით, შემდეგ ვაწყაბებთ ღილაკს Generate Revised Deck. აი ამ ღილაკს ვაწყაბებთ, რომ დაიწყოს მუშაობა. და დაიწყო კიდევაც მუშაობა. ეხლა იცით, მე ეს უკვე გააკეთებული მაქვს ეს ჩასწორებები აქ და შემიძლიათ გიჩვენოთ კიდევაც. ნახეთ აი უბრალოდ მე მინდა რომ ნახოთ უშუალოდ პროცესი თქვენ და დარწმუნდეთ ამაში. აი ეს უკვე შეცვლილი გახლავთ. ის რაც თხოვე წევან. აი პირველი სლაიდი შეცვალა. აი ესეც შეცვალა და დაამატა. აი უფრო მომხიბლავი გახდა. და ბოლოშიაც დაამატა ტექსტი, მადლობთ ყურადღებისათვის. მაგრამ მე მინდა რომ უშუალოდ თქვენ ნახოთ ეს პროცესი, რომ დარწმუნდეთ ამ სიახლეში, როგორი კარგი სიახლე გახლავთ ეს. უშუალოდ ყოველი სლაიდი თუ კი რაიმე არ მოგწონთ, ყველაფერი შეგიძლიათ შეაცვლევინოთ უშუალოდ თვითონ პროგრამაში. თვითონ ინსტრუმენტში. და რა თქმა უნდა, ეს არ წარმოადგენს არავითარ სირთულეს, ძალიან მარტივია ეს ყველაფერი. და საბოლოო ჯამში მიიღებთ ისეთ პრეზენტაციას, რომელიც თქვენთვის უფრო მეტად სასურველი იქნება, უფრო მეტად მომხიბლავი იქნება. მე ვფიქრობ, არ დაჭირდება ამას დიდი დრო, დაამთავრებს სხვა ვარიანტს შემომთავაზებს ალბათ ცვლილებების, დარწმუნებული ვარ, ერთ და იგივე არასოდეს არ არის პრეზენტაცია, რამდენჯერაც მე შემიცვლია. სულ ყოველთვის სხვადასხვანაირად ხდება ეს შეცვლა და დაველოდოთ ცოტა ხანს. ხო, მოკლედ ძალიან საინტერესო ცვლილებებია. აი დაამთავრა კიდევაც, ნახოთ, აი გავსინჯოთ ახლა. ისევ იგივე დამიტოვა, იმიტომ რომ უკვე ბევრჯერ ვთხოვე და ხო, აი აქ ნახეთ შეცვალა, აი ესეც შეცვალა, ვიზუალური პრეზენტაციები შეცვალა და ხო, მეგონი გავაბრაზე. აი ბოლოში კი დაამატა, გმადლობთ ყურადღებისათვის. ანუ ერთხელ უკვე ვთხოვე ეს ყველაფერი და ამიტომ არა, კი გააკეთა ცვლილებები, მაგრამ აი პირველი ცვლილება არ მომცა. არა, უშავს. მე მგონი თქვენ გიჩვენეთ წინა ნამუშევარი, აი ეს, სადაც შეცვლილია, აი
როგორ არის შეცვლილი და ყველაფერი გააკეთა, რაც ვთხოვე. კარგით, მოკლედ მე მგონი, მე ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი საინტერესო ცვლილებებია და ვფიქრობ, უფრო მეტად მომხიბლავი ხდება და კიდევ უფრო მეტად იხვეწება ერთ-ერთი შესანიშნავი ინსტრუმენტი Google-ის Notebook LM-ი. როგორც ყოველთვის, წარმატებებს გისურვებთ, მეგობრებო.